მოგესალმებით ქალბატონ დიანა, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. მე ამოვიკითხე შეშინებული გობახიძის თვალები. მე არ ვიცი ხარ, ნამდვილად ვერ ჩავიხედები ვერავის თავში და ამის ინტერპრეტაციას არ დავიწყებ, მაგრამ ცალსახად ჩანს ჩემი აზრით ერთი რამის, რომ ივანიშვილი არის აშკარად განრისხებული მის აი ამ შემადგენლობაზე, აი არარაობების ამპლიადაზე. სავარაუდოდ აქ იყო დანაპირები, რომ სტატუს კვოს პირობებში და აი ამ რაღაცა პროვინციული დიქტატურის მოდელის პირობებში რაღაცა ურთიერთობას დაალაგებდა შეერთებულ შტატებთან, კონკრეტულად რაც ივანიშვილს ეხება, ივანიშვილს საქართველოს ბედი არ ადარდებს, საქართველოს მოქალაქეების ბედი არ ადარდებს, მას ადარდებს თავის კაპიტალის, თავისი სანქციების, პირადად მისი და ოჯახის უსაფრთხოების საკითხები. აქ იყო ალბათ ლაპარაკი, ან მას ჰქონდა მოლოდინი, ან ეს მოლოდინი კობახიძემ და მისმა გუნდმა შეუქმნესო. ასეთ პირობებში, როგორც დღევანდელი საქართველო არის, ხო, ეს რაღაცა იაფასიანი დიქტატურის პირობებში დაალაგდებოდნენ შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ეს იმედები გაუცრუვდათ, იმიტომ რომ ნახეს, რომ შეერთებული შტატების შეიძლება მთლიანად და კობახიძეს რა სურს ახლა ვერ ვალაგებ შტატებთან, მაგრამ თქვენი ქება შემიძლია ამის ბრიფინგი იყო? აი კი მივალ აუცილებლად მნიშვნელოვანი ნაწილი მე მგონი ესა რომ ივანიშვილს ეგონა რომ შეერთებულ შტატებთან დაალაგდებოდა, მაგრამ აგერ აჩვენა ხო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ რომ სტატუს კვოში შეუძლებელი არის და ერთგვარი კონტურები უკვე აი იმ პოლიტიკის რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში აქვს გამოჩნდა იმაში რომ ამ ვითარებაში შეუძლებელია რაიმე ურთიერთობის გადატვირთვა, გადმოტვირთვა, რაიმე სხვა, გაგრძელდა ეს ყველაფერი კონგრესში მიმდინარე პროცესებით, აღმოჩნდა რომ უსუსურია კობახიძე როგორც ყველა სხვა უსუსური ივანიშვილის პირობებში და რაშიც ძლიერი არის, ეს არის მლიქვნელობა და აგერ მლიქვნელობის საჯარო საკმაოდ უშნოდ შესახედი სესია ჩაატარა, სადაც 27-ჯერ თუ 28-ჯერ სხვა დროს ანუ უკავშირდება თქვენი აზრით მის ტელედებატებს კობახიძის ან ზოგადად აი ამ ტელეეთერში გამოთქმულ მათ შორის მოსაზრებებს ივანიშვილს რატო დღეს და არა მაგალითად გუშინ წინ? არ ვიცი ქალბატონ სინამდვილეში ვერ გეტყვით რომ ამ დებატებზე გამოძახნი ნამდვილად ღმერთმა დამფაროს რომ ივანიშვილის თავში და აზრებში ვიყო ან არ მგონია ეს ანალიზი რამეზე დაფუძნებული და არ ვიცი ხა ჩემმა კოლეგებმა თუ ამაზე ილაპარაკეს მაგრამ მე ნამდვილად ვერ შევალ ამ დეტალში იმიტომ რომ არ ვიცი მაგრამ მე შემიძლია ჯამური პოლიტიკური სიტუაცია აღწერო ხა არ მგონია რომ ერთი რაღაცა დებატების მიზანსცენის ამბავი იყოს მე მგონია რომ ბოლოს დაგროვილი დიდი ბრაზი ივანიშვილისა და დიდი განრისხება დაიმსახურა კობახიძემ და მისმა გუნდმა და კობახიძე კარგი შეაშალა. აი ეს გზა არჩია, რომ აბა ეხლა მოდი ცოტა მლიქვნელობით გავაკეთებ რაღაცას და იქნებ ამითი მოვაწონო თავი ბატონს. სხვა არაფერი არ ჩანს, ეხლა შინაარსი სხვა არაფერი არ ქონდა, ხო, არც პოლიტიკური კონტექსტი, არც ეგრეთ წოდებული როგორც ჟურნალისტებს გიყვართ ხოლმე თქვა ნიუსური საბაბი, საინფორმაციო საბაბი არ ქონია იმას, რომ ეხლა რა ვიცი, დიფერამბები ეკეთებინა კობახიძეს, არ ქონდა არაფერი საფუძველი, გარდა იმისა, რომ აგერ რუსო დუმბაძეს არაჩვეულებრივი კითხვა ქონდა იმან თუ იცის და იმასთან ერთად დაგეგმეთ თუ არაო ძალიან სწორად ნათქვამი რომელმაც გააშიშლა ის უსუსური და უბადრუკი მდგომარეობა რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომელიც ერთი ჯიღით ეფიცება ღვთიძინას რაღაცა იმას რა ქვია მორჩილებას და მეორე მხრივ პირდაპირ თქვა სამარცხვინო ფრაზა ფაქტობრივად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონსტიტუციით ქვეყნის მმართველმა რომ ის მეორე ხარისხოვანი ადამიანია ივანიშვილის კარზე და თავარი მაინც ივანიშვილია. კი ბატონო ღვთიძინას ეხლა შეარქვით სახელდახელოდ თუ გამოგიყენებიათ? რაღაცა ინტერნეტში გავრცელებული ხუმრობა არის. არ მინახავს და ერთ-ერთი გვერდის და იქიდან შემხვდა და ძალიან მომეწონა ისე სასაცილო ჟღერს და სამწუხაროდ ამას ემსგავსება ის ამბავი რა მდგომარეობაშიც ეხლა არის ქართული ოცნება. კი ბატონო, მე მინდა კონგრესში მიღებული აქტის შესახებაც კითხოთ, რამე პერსპექტივას ან ვთქვათ, რისთვის დამაიმედებლად რა წერტილიდან მოჩანს ეს აქტი თქვენთვის? იცით არ შევქმნიდი არავითარ რაღაცა განსაკუთრებულ მოლოდინს იმასთან მიმართებაში რაც ხდება კონკრეტულად ამ აქტზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქალბატონ დიანა რომ წინ არის სენატში განხილვა და სენატის კენჭისხრა და შემდეგ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ფინალიზებული ეს აქტი, მაგრამ ჯამურ კონტექსტში თუ განვიხილავთ აი მოყოლებული სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისა და გაგრძელებული ახლა უკვე ამ აქტით
რომელიც ხო თებერვალიდან მოყოლებული დევს, მაგრამ დღეს აგერ ერთხმადა და უკვე ძალიან ისეთი მაღალი რანგის მხარდაჭერა აქვს და ამ აქტის უკან დადგა და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში ამ ამბის უკან დადგა ბევრი ძალიან ისეთი პირველი რანგის და მაღალი რანგის კონგრესმენები. ეს ჩემი აზრით ნიშნავს, რომ აი ეს კონტურები უკვე იკვეთება, ხო? ერთი რომ საქართველოს არ ინტერესის სფერო შეერთებული შტატებისთვის როგორც პარტნიორი და მეორე მხრივ ხო საქართველოს იკვეთება ჩემი აზრით შეერთებული შტატები, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი მეგობარი ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის, ნამდვილი ქართული სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის გვერდში დაუდგება ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში. ჩემი აზრი ესეთია. მე უბრალოდ მინდა ვთვლი, რომ თან ეს ყველაფერი აი ეს კონგრესის აქტის და მანამდე პროცესებიც ამყარებს ამ ჩემ მოსაზრებას და ჩემ სურვილს, რომ შეერთებული შტატები არასდროს არ მიატოვებს ნამდვილ ქართული სახელმწიფოს გვერდში დგომას და ქართული ამაზეა ეს აქტი თუ აქ რაღაც ჩინურ გავლენებზე და ზოგადად ამ პროცესს როგორ უყურებთ? ანუ მაგალითად დღეს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა ადის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის რანგში. ჩინეთთან ურთიერთობების დალაგებას, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ცოტა ხნის წინ ჩინეთში და ეს თქვათ თლად კობახიძე რომ ახასიათებს ივანიშვილს ისე არა, მაგრამ კარგად ძვირფასი სიტყვები გაიმეტა ჩინეთის ლიდერის დასახასიათებლად, მეგობარი უწოდა და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა დასავლური ქვეყნები აქტიურად ცდილობენ ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან. აი ამ დროს მთელი აქცენტის გაკეთება, რომ აქ ჩინეთთან ნორმალური ურთიერთობები არის მთავარი პრობლემა დღეს ამ ქვეყანაში, ეს თქვენი აზრით როგორ გამოიყურება, რამდენად საფუძვლიანია ეს შიშები? დიახ. მოგახსენებთ ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა კონტექსტია, რომელსაც ხელისუფლება და მისი პროპაგანდა ეხა აქტიურად იყენებს აი ამ რაღაცა აბსოლუტურად სწარი შედარების გასაკეთებლად, რომ აი ამერიკელები და ევროპელები თუ რაგდებიან, ჩვენ რატო გვიშლიან სამარცხვინო შედარება არის ინამდვილეში რატო საერთოდ ამის მიღმა გეკითხებით, თუ ესეთ კონტაქტებს ხედავთ ჩვენ? კი ბატონო, რატომ არის ამ შემთხვევაში პრობლემური საქართველოსთან მიმართებაში? კი ბატონო, გისმენთ. Замნიშნავია რომ ეს აუხსნა, იმიტომ რომ замნიშნავია ჩვენ მაყურებელმა გაიგოს, იმიტომ რომ არ არის ხო ეს რაღაცა საყოველთაო გეოპოლიტიკა ეგეთ რამე არ არსებობს კონცეფტმა მოიგონეს და არსებობს ძალიან ისეთი მყარი მოცემულობა მსოფლიოს სტაბილურობის და მსოფლიოში აი ამ რაღაცა საფრთხეების პოლიტიკის გლობალურის. ამიტომ კი, აქ მნიშვნელოვანი არაერთი კონტექსტი გავუტონდიანა. 21 საუკუნის გეოპოლიტიკაში 2026 წელს ერთადერთი ჩინეთი არის ექსპანსიური, აგრესიული, არადემოკრატიული, არალიბერალური, არამედ საკმაოდ ჩაკეტილი და დიქტატორული ტიპის სუპერძალა, ეგრეთ წოდებული ხო ზესახელმწიფო. ამ ზესახელმწიფოს აქვს ძალიან ისეთი მწვავე და იმპერიალისტური პრეტენზიები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩინეთის დღეს შემაკავებელი ფაქტორი, მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, რომ ეს ჩინური ექსპანსია და ამბიცია ბოლომდე არ იშლება, არის სწორედ ის, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები ურთიერთდამოკიდებულები არიან ერთმანეთზე ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისით იმხელა მასშტაბში, ისეთი დიდი მასშტაბით, რომ ეს არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი. ხო, მე ვიტყოდი, რასაც წარმოადგენდა მაგალითად ბირთვული შეიარაღება ცივი ომის ეპოქაში, ხო, რომ კომუნისტური და კაპიტალისტური ბანაკებს შორის მშვიდობა ყოფილიყო და შემდეგ საფეხურზე არ გადასულიყო ცივი ომი, შემაკავებელი ფაქტორი მაშინ ცალსახად იყო შეიარაღება და ეს იყო ატომური ბომბი, ხო, ასე ვთქვათ, მაგრამ დაახლოებით ამას შევადარებდი 21 საუკუნეში ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას და სავაჭრო ურთიერთდამოკიდებულებას ერთმანეთზე შეერთებული შტატებისა და ჩინეთის, ევროკავშირისა და ჩინეთის. ეს არის ის, რაც უკეთებს ერთგვარ შეკავებას იმ ამბიციებს, რომელიც ჩინეთს გააჩნია და არადემოკრატიული და ესეთი ავტოკრატიული სახელმწიფოების ამბიციები არასდროს კარგად არ მთავრდება, ასეთია ამ პლანეტის ისტორია, ხო? ყოველთვის ცუდად მთავრდება. დღეს ამის შევაკავებელი არის სავაჭრო ფაქტორი. ხოლო ისეთი წილი პოლიტიკური ძალისთვის, როგორც არის ქართული ოცნება, ამ შემთხვევაში ჩინეთი, ეს არის მცდელობა ჩინეთი, ამითია, ხო, ცნობილი ექსპანსიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ქალბატონ დიანა არის ის, რომ ჩინეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს და ეხმარება ავტოკრატიულ რეჟიმებს. ეს არის შემდგარი ფაქტი. ჩვენ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობა გვინდოდეს კარგი, მაგრამ ეს არის შემდგარი ფაქტი, რომ ჩინეთი არის მთავარი დამხმარე. კი ბატონო, დიდი ბრიტანეთი მათ დაიწყეს გადატვირთვაზე საუბარი ლონდონსა და პეკინს შორის ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა აქტიურდება.
ბერლინი ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად განიხილავს, საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, ანუ სრულიად მიდის გადააზრება ჩინეთთან ურთიერთობის. რატომ არის თქო, საერთოდ არ განვიხილავ ახლა არც პროპაგანდისტული არხების ამა თუ იმ ან სახელმწიფო სპიკერების რანგში. შეიძლება ძალიან მარტივად მაყურებელს, რომელიც მაგალითად ხედავდა სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს ცოტა ხნის წინ, იმას უთხრა, რომ ეხლა კონგრესი აქტი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მან უნდა შეისწავლოს ჩინური გავლენები საქართველოში. აი, რომ აუხსნათ, რატომ არის პრობლემური თუ ასე ხედავთ საქართველოს დაახლოება ჩინეთთან. მე მგონი ეს შევეცადე რომ გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ არ იყოს საკმარისი. კიდევ ერთხელ ხო, მაგრამ ამიტომ მაგალითად მოგიყვანეთ, ეს თქვა დემოკრატიის კი, გავიგე და ეს მაგალითი მის ნაწილია, ხო? ეს კითხა, ამას ვამბობ, ხალხო, კი, გავიგე. ამას ვამბობ, შეხედეთ, შემაკავებელი ფაქტორი ჩინური ექსპანსიისა არის მისი და დასავლური ქვეყნების ერთმანეთზე ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება. ორი მთავარი აქტორი არის ევროკავშირი, თქვენ დიდი ბრიტანეთი ახსენეთ, იმ მასშტაბში არა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანია, ევროკავშირი არის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი და შეერთებული შტატები არის მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ურთიერთდამოკიდებულება ეს იქნება სახელმწიფო ვალის წილი, ეს იქნება კომერციული გადაჯაჭვულობა, თუ ეს იქნება სხვა ეკონომიკური კოოპერაცია პეკინსა და ვაშინგტონს შორის არის ის მთავარი ფაქტორი, რაც დღეს შემაკავებლად შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთობების გართულების და საქართველოს თუ დამოკიდებული ამ ურთიერთობებს გააძლიერებს, შემაკავებელი არ ხავს, ანუ ეს არის აქ პრობლემა, ანუ ამას გეკითხებით. არა, მივდივარ აქამდე. აბსოლუტურად სხვადასხვა კონტექსტია თქო, ამას გულისხმობ. შეხედეთ, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩადის ჩინეთში, ჩინეთის პრეზიდენტი ჩადის შეერთებულ შტატებში, აი ეს ხდება. ერთგვარი ცივი ომია დღეს ამ ორ სუპერძალას და ზესახელმწიფოს შორის, ამიტომ ეს ორი ზესახელმწიფო ერთმანეთის შემაკავებლად იყენებს ამ კომერციულ ურთიერთობებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს რო გაღრმავდეს და ეს ურთიერთობა რო კიდევ სხვა საფეხურზე გავიდეს, ეს არის გლობალური მშვიდობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და ასეც უნდა მოხდეს. ეხლა გადავდივარ საქართველოს ნაწილში. საქართველო პეკინთან ურთიერთობას იყენებს იმისათვის, რომ გაამართლოს საქართველოს ვასალური დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ. მოსკოვის უკან დღეს დგას პეკინი, პეკინი ეხმარება მოსკოვს და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებს იმისთვის, რომ ავტოკრატიული სახელმწიფოები შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში უკან ძირითად შემთხვევებში და ზოგადად უკვე წინ ფლაგმანია ამ სამყაროში ჩინეთი და რუსეთს უმაგრებს ზურგს, კი, რუსეთს უმაგრებს ზურგს. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ამას რუსული კონტექსტიდან გამომდინარე, ქალბატონო დიანა, და იყენებს იმის გასამართლებლად, რომ მაინც ამ ტერმინს ვიხმარ, ჰარამია დღეს. ხო, საქართველოს საზოგადოებისთვის ეს ძამძიმე ამბავია, რომ პირდაპირ მოსკოვზე იყოს ჩამოკიდებული, ამიტომ აი ამ რაღაცა ოპტიკურ ილუზიას იყენებს, რომ უკან ჩინეთია. ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიულ ურთიერთობას დღეის მდგომარეობით საქართველოსთვის არაფერი არ მოუტანია. შეგახსენებთ, რომ 2025 წელს რაღაცა 35 მილიონ დოლარზე იყო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე ლაპარაკი ჩინეთიდან შემოსულზე. სასაცილო რიცხვებია, როდესაც საქმე ეხება ჩინეთს, სასაცილო რიცხვებია. არაფერში არ ასახულა გარდა ტურისტების რაოდენობაში. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტყუილია, რომელსაც ხელისუფლება იყენებს და ამაზე უნდა ველაპარაკოთ. უმნიშვნელო ფაქტორია გლობალურ რიცხვებთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება იყოს საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობებისა, ან აისახოს სტრატეგიული ურთიერთობა სერიოზულ გაუმჯობესებაში. გაუმჯობესება არ არის რიცხვებში, მატება ერთადერთი არის ტურიზმის რიცხვებში. ოღონდ ეს რიცხვებში, როდესაც აბსოლუტურ რიცხვებში ფულში განაგხავთ, არაფერი დიდის მომცემი არ არის ქართული სახელმწიფოს. ეს ყველაფერი ოპტიკური ილუზია და პროპაგანდისტული ტყუილი.